წყნეთის გზატკეცილის მეორე ჩიხში მდებარე ერთ-ერთი კორპუსის მაცხოვრებლები მერიას თხოვნით მიმართავენ და ადგილობრივების უსაფრთხოების დაცვის მიზნით ამ ტერიტორიაზე მდებარე ქვაბულის ამოვსებას ითხოვენ. მათი ინფორმაციით 2020 წელს კორპუსის აშენების მიზნით ინვესტორმა აქ მდებარე კორპუსების მიმდებარედ სამშენებლო ქვაბული გააკეთა, თუმცა ვინაიდან მისი ამოთხრა სამშენებლო ნორმების დარღვევით მოხდა და მომიჯნავე კორპუსს საფუძველი ეცლებოდა, მერიამ ამ და სხვა მიზეზების გამო მშენებლობა შეაჩერა. პროექტი გააუქმა და მშენებელი დააჯარიმა. დაავალა აღნიშნული ორმოს ამოვსებაც, საკითხი გადაეცა აღსრულების ეროვნულ ბიუროსაც. ამის მიუხედავად ამ დრომდე არ მომხდარა ამ პრობლემის გადაჭრა. მომიჯნავე კორპუსების მემკვიდრები იმ საფრთხეებზე საუბრობენ, რაც შეიძლება ქვაბულის ამ მდგომარეობაში დატოვებამ გამოიწვიოს. ავიღეთ სამხარაულოს ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც თვალსახად ამტკიცებს, რომ ეს ქვაბული საფრთხეს უხდის ამ მრავალსართულბინიანი კორპუსის უსაფრთხოებას და მდგრადობას, ასევე თვითონ წყნეთის გზატკეცილის ცენტრალურ გზასაც. მაგრამ გარკვეული კანონმდებლობითი ნიუანსების გამო, ასე ვთქვათ, როგორც კერძო საკუთრება მიჩნეულია და ვერ ხდება, ასე ვთქვათ, მექანიზმის გამოძიება. აშკარად საფრთხის ქვეშ არის კორპუსი, მიმართავთ ხელისუფლებას, მერიას, ან ყველა კომპეტენტურ ორგანოს, რომ იქნება რაიმე საშველი და გზა გამოინახოს, ვითხოვთ ერთადერთი ქვაბულის მიწით ამოვსებას.